მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოგზანდით, კოლეგებო. ვფიქრობდი მიმემართა ჟურნალისტური ეთიკის ქართლის საბჭოსთვის, გაზეთ Prime Time-ის, ეს გაზეთი გახლავთ, მე მგონი ცნობილია უკვე ყველასთვის, გაზეთ Prime Time-ის 6 თებერვლის გამოცემაში დაბეჭდილი სტატიის გამო, სადაც ამ სტატიის ავტორმა, ბოქოლიშვილმა, რომელიც ქართლის ხელმომწერი გახლავთ, საკმაოდ უხეშად დაარღვია ქართლის რამდენიმე პრინციპი. თუმცა მე ვფიქრობ, როცა წერილის ავტორიც და გაზეთის რედაქტორიც ჟურნალისტურის გარდა ადამიანურ ეთიკასთანაც ცოტა არ იყოს მწყრალად არიან, საუბარი ხშირად ზედმეტია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ გაზეთს დღემდე გაცნობილი არ ვიყავი, არ გულისხმობ ამ სტატიას, ეს ბუნებრივია 2 კვირის წინ წავიკითხე, როდესაც გაზეთი გამოვიდა გაყიდვაში. ამ გაზეთს მანამდე არ ვიყავი გაცნობილი, ამ ეგრეთ წოდებულ ყვითელს არ ვიტყოდი, მე ვიტყოდი მაპატია და შარდისფერი პრესას. თუმცა აქვე გეტყვით იმასაც, რომ მისი რედაქტორის ინტელექტისგან, რომელთან ერთადაც წლების წინ მოამბეში მომიხდა მუშაობა, ფაკაძეს გულისხმობ, მეც ნამდვილად არ მოველოდი. რაც შეეხება იმ ადამიანების მხრიდან ბრალდებებს, რომლებიც ამ გაზეთში ძებნილებივით არიან გამოჭიმულები, ვფიქრობ გამოჩნდება და გაჩვენებთ, აი ზუსტად ძებნილებს ვანან. ბუნებრივია მათი ბრალდებები ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები ბედნიერები არიან იმით, რომ გაზეთის ფურცლებზე მოხვდა მათი ფოტოები და ამ უსაფუძვლო ბრალდებების გამო შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა 1 კვირის წინ, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას და მე დარწმუნებული ვარ, დაცული იქნება კანონი და ჩემი უფლებები. აქვე ძალიან მოკლედ გეტყვით იმასაც, არ შეგაწყენთ თავს ბევრი საუბრით, შეგახსენებთ, რომ 17 წელია აქტიურ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობ, მუშაობდი პირველი არხის სპეციალურ კორესპონდენტად შიდაქართში, ტელეკომპანია იმედის სპეციალურ კორესპონდენტად და ბიუროს უფროსად შიდაქართსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე სტუდია აუდიენციის გადაცემა ვიდეო პატრულში, რადიო იმედში, ახალი ამბების სააგენტო ინტერპრეს ნიუსში და გარდა ამისა გეტყვით იმასაც ხაზს გაუსვამ, რომ მაშინ, როდესაც ამ ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობდა იმგვარი ცხოვრებით, რომელიც კანონით დასჯადია, სწორედ მაშინ ჩემი გადამღები ჯგუფის კუთვნილი ავტომანქანა სეპარატისტებმა რამდენჯერმე გადაწყვილეს და პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს. ამ ყველაფრის ფონზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ვამაყობდი იმ საქმიანობით, რასაც ვეწეოდი ამ წლების განმავლობაში, ჟურნალისტიკით და ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. ამჟამად კი ვთვლი, რომ ჩემი უფლებები მკვეთრად შეილახა ასევე ჩემი სახელი და ღირსება. გარდა ამისა, ეს ადამიანები, როგორც გაზეთის ფურცლებზე, ასევე მის მიღმაც, ცდილობენ ჩემს ცრუ დასმენას და ამასთან დაკავშირებით უკვე მივმართე, როგორც გითხარით, როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურას, პროკურორს, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართან მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ობიექტურად წარიმართება გამოძიება და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დაცული იქნება კანონი და ჩემი უფლებები. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ აღნიშნული პირების ქმედებაზე მოვითხოვე პასუხისმგებლობა, ესენი გახლავთ, წავიკითხო გვარებს, იმიტომ რომ დიდი ხანი არ არის, რაც გავისანი ეს ადამიანები, კახაბერ ლომიძე, მალხაზ დუდაური, ზვიად შვიდობაძე, შავლე თენაძე, მამუკა ცირეკიძე, მიხეილ კვალიაშვილი, კახაბერ ლოცულაშვილი, გიორგი კრიხელი. ვითხოვ პასუხი აგონ ჩემი პატივის, სახელის და ღირსების შელახვისთვის და ცრუ დასმენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363 მუხლის შესაბამისად. ეს ადამიანები ჯგუფურად შეთანხმებით ახორციელებენ ჩემზე ზეწოლას და ცრუ დასმენას, ჩემ წინააღმდეგ. ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ ჩემი მეუღლის წინაშე შექმნილი ფინანსური პრობლემების ფონზე გამომძალონ ჩემი პირადი ქონება. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, მე ვიცი, რომ კითხვები ამაზეც გაგიჩნდება და ძალიან მოკლედ გეტყვით, ირაკლი მჭედლიძეს. არის რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელთა შესახებ საუბრისგანაც ამ ეტაპზე თავ შევიკავებ. და ბოლოს გეტყვით იმას, რომ ნამდვილად მაქვს იმედი, რომ შესაბამისი უწყებები, მე ვისაც მიმართე დახმარებისთვის, მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას. დაცული იქნება კანონი, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, დაცული იქნება ჩემი უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვ, მივმართო ავტორიტეტულ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ასევე დიპლომატიურ კორპუსს. მადლობთ. მოკლედ გითხარით, უშუალოდ რას წერენ ეს ადამიანები Prime Time-ში, რას ეხება სტატია, ამის შესახებაც რომ გითხრათ რამდენიმე. აქ წერია, ესე იგი, გაზეთის პირველ გვერდზე გამოტანილია ცნობილი ჟურნალისტის სკანდალში გაიხვა
ну რაც ვთქვი რომ სერიოზულად არის ჩემი უფლება დარღვეული, იმიტომ რომ ჩემი კომენტარი რომელიც აქ ძალიან მცირადაა წარმოდგენილი, აბსოლუტურად სხვას მეტყველებს და როდესაც პირველ გვერდზე გამოგაქვს ამგვარი სათაური, დარწმუნებული ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პიროვნების ჟურნალისტის შენი კოლეგის დისკრედიტაციას ახდენ ამით. შემდგომში გახლავთ ქვესათაური, ასევე არანაკლებ მსხვილი შრიფტით საავტომობილო აფიორა თუ რაღაცა მსგავსი. ამის შემდეგ ხუმრობით გეტყვით იმას, რომ კანონით რომ არ ისჯებოდეს კანონიერი ქურდის სტატუსი და ამაზე პრეტენზია, კანონით რომ არ ისჯებოდეს, ნამდვილად შემიძლია ამის საფუძველზე ალბათ კანონიერ ქურდობაზე პრეტენზიაც კი გამოეცხადებინა. იმდენად სულელური და აბსურდული ბრალდებები აქ მოყვანილი. და კიდევ ერთი კითხვა, როგორც ვიცი, რამოდენიმე მათგანი არის პოლიციელი ან ყოფილი თანამშრომელი, ამის შესახებ თუ გაქვს? აი ეს ადამიანები, როგორც წეგან გითხარით, რომლებიც ზებნილებივით არიან აქ წარმოდგენილები, ამათ შორის არ არის არც ერთი პოლიციელი, ესენი არიან მოქალაქეები. კარგი, თუ იყო მართლაც ეს თქვენ მეუღლეს თქვენ რატო გამიჩნდით ამ საქმეში? ისინი აუსაუბრებენ. ჩემს მეუღლეს აქვს გარკვეული პრობლემები, რომელიც ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და მე ამ წუთში ვსაუბრობ ჩემი უფლებების შელახვაზე, ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაზე, ცრუ დასმენაზე, რომელიც კანონით ისჯება. როგორც გითხარით 373 მუხლის და კიდევ სხვა მუხლების შესაბამისად, ეს ადამიანები ყველანაირი გზით შეთანხმებულად, ჯგუფურად ცდილობენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გამომძალონ ჩემი და ჩემი შვილის კუთვნილი ქონება. რასაც ბუნებრივია ეს აბსურდია. საუბრობენ რომ შევხვდით იაცეკო ჩვენთან მოსული და თუ ყოფილიყავთ მათ შორის ამ საქმესთან დაკავშირებით. ლადო ეს მას შემდეგ მე ამ ადამიანებს არც ერთ მათგანს არ ვცნობდი საერთოდ, ეს ადამიანები გავიცანი მას შემდეგ, რაც გავიგე ამ ვალის არსებობაზე. მე გამოვიჩინე კეთილი ნება, ამაზე ძალოვან უწყებებსაც როცა წერილით მივმართე აღნიშნე, მე გამოვიჩინე კეთილი ნება და ვუთხარი ამას რომ დავეხმარებოდი. თუმცა ეს სხვანაირად გაიგეს და ჩათვალეს რომ უფლება ჰქონდათ გამოეძალათ ჩემთვის რაიმე. თუ მოხდა გამოძიების დაწყება და თუ იყვნენ სამართალდამცავები თქვენთან ამ შემთხვევაში, მან საუბარია რომ გამოძიება დაიწყება. მე დაახლოებით ერთი კვირა რაც მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ მურთაზ ზოდელავას, ჩემთვის ზუსტად არ არის ცნობილი დეტალები გამოძიებასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე რომ ჯერ დიდი დრო არ არის გასული და მინდოდა ამის თაობაზე თქვენ, ჩემი კოლეგები, პრესა და საზოგადოება ჩამეყენებინა საქმის კურსში. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, მივმართე ადამიანის უფლებათა დამცველ ერთ-ერთ ორგანიზაციას და ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციამაც იუსტიციის სამინისტროს მიწერა ამის თაობაზე. კარგით, მადლობა.